გრძელდება ჩვენი მოგზაურობა სოფელ ზველში, სადაც 50 საუკუნის წინანდელი ადამიანის ცხოვრების კვალი აღმოაჩინეს. როგორც სოფელში გვითხრეს არქეოლოგიური გათხრები აქ ისევ გრძელდება და წინ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველოდება. სოფელი ზველი ზღვის დონიდან 1460 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ასპინძის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ეს არის ერთ-ერთი მთაგორიანი სოფელი, სადაც დღემდე 90 კომლი აგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზველში ისტორიული ერუშეთის ფერდობებზე. აი ხედავთ, აი იქ რომ ქედები ჩანს მაღლა, ის ბაკურიანის ქედები ცოტა იქეთ არის ჯავახეთი. მტკვარს რომ შევყვებით ასე, ასპინძასთან გაიყოფა საზღვარი. და მტკვრის მარჯვენა ნაპირი მთლიანად იქნება ჯავახეთი და მარცხენა ნაპირი არის ერუშეთის მთიანეთი, მთები. რომელიც ჩადის თავისი ხევღელეებით მტკვარში, მის მარცხენა ნაპირზე. მაგრამ თვითონ ხეობა სამცხისა არის. ასეთი უცნაურობა ხდება ისტორიულად და ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიიდან მოგეხსენებათ აღწერა სამეფოსა საქართველოსა და იქ არის სამცხე საათაბაგოს აღწერა. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საინტერესო კუთხე და მხარე იყო და როგორც მაშინ ეძახდნენ ქვეყანა იყო ერუშეთი. ზველი არის ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიის თქვენ უკვე ყოფილხართ იქ, მე რამდენადაც მახსოვს, ძალიან საინტერესო არქეოლოგია არის ზველში აღმოჩენილი და ერთ უცნაურ ტერმინს გეტყვით, იცით, ხომ არსებობს კოლხური კულტურა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ეპოქებს სხვადასხვა სახელია კულტურა ეგრეთ წოდებული. არქეოლოგებს აქვთ ზველის კულტურა. რა არის ეს ზველის კულტურა? აი ის აღმოჩენილი მასალა და ის ანთროპოლოგია, ადამიანთა აი ჩონჩხებით და ასე შემდეგ, რაც არის აღმოჩენილი ზველში, რაღაც ცალკე განსხვავებულ კულტურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე გამორჩეული არის ზველი ისტორიულ პერიოდში. როდესაც ჩვენ აი წერილობითი ძეგლები გვაქვს სამხრეთ საქართველოს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძველი მონაცემები მაინც ზველის შესახებ გვაქვს ჩვენ მე-16 საუკუნიდან. მასში, როდესაც 2, 3 და 4 კომლიანი სოფელი სოფლად ითვლებოდა, 50 კომლამდე არის ზველში მოსახლეობა. შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ზველს ჰქონდა დიდი ციხე, რომელიც სამწუხაროდ დაინგრა და ციხის გარშემო იყო დასახლებული მოსახლეობა. მე-16 საუკუნეში მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ ზველში. მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ მე-19 საუკუნის დასაწყისში. რა თქმა უნდა, ბოლომდე მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ, ოღონდ იყოფა უკვე რელიგიურ ნაწილებად. ერთი ნაწილი არის მუსლიმი, მეორე არის ქრისტიანი. ბოლოს, როდესაც აქედან მაჰმადიანი მოსახლეობა გაასახლეს, ისინი უკვე ქართულენოვანი მოსახლეობა იყო, ისინი ურთიერთობა მათ შორის იყო ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის იყო ძალიან ნორმალური. ზველის მიდამოებში, სადაც ისტორიულად მრავალი ციხესიმაგრე და დასახლება არსებობდა, დღემდე შემორჩენილია ოსმალური პერიოდის კვალი, ნანგრევები, ძველი საფლავები, ადგილობრივი ტოპონიმები და უხუცესების გადმოცემები, რომლებიც გვიყვებიან იმ მძიმე, მაგრამ ღირსეულ წინააღმდეგობაზე, რაც ადგილობრივებმა გამოიჩინეს. ოსმალების ბატონობა მესხეთში დაახლოებით 3 საუკუნე გაგრძელდა. მიუხედავად ხანგრძლივი ბატონობისა, მესხებმა, მათ შორის ზველელებმაც შეინარჩუნა ქართული ენა, ტრადიცია და ქრისტიანული იდენტობა, რაც დღეს მათი ყველაზე ძლიერი კულტურული მემკვიდრეობაა. ძველი ამბების მოსმენა და სოფლის ამჟამინდელი ყოფის ნახვა ყველაზე კარგად თავშეყრის ადგილას, სოფლის ცენტრშია შესაძლებელი. მეც რა თქმა უნდა არ გავუშვი ეს შესაძლებლობა და გავესაუბრე ადგილობრივებს.
გამარჯობათ. როგორ ძანდები? ძალიან კარგად. გაიხარეთ მეც ძალიან კარგად. მადლობა რომ გესტუმრეთ. დიდი მადლობა თქვენ გულთბილი დახვედრისთვის. გაიხარეთ. ეხლა დაგინახეთ აქ როგორც მივხვდი არის სოფლის თავშეყრის ადგილი. დიახ. სადაც ხშირად იკრიბებით ხოლმე და განიხილავთ ალბათ სოფლის საჭიროებო საკითხებს. თუმცა დარწმუნებული ვარ წინაპრების ამბებსაც უყვებით ერთმანეთს და აი ბაბუ თქვენ შეგეკითხებით რომ გვიამბოთ. აი სოფელს აქვს ძალიან დიდი ისტორია. აუცილებელია. ხო, აი რო გვიამბოთ, არაერთი შემოსევა, არაერთი ტრაგიკული ამბავი გადაიტანა, თუმცა დღემდე შეძლო, რომ ესე ყოჩაღად მოსულიყო. ეხლა ზუსტად ვერ დაგისურვათებ დღე ყველაფერს, მაგრამ რო გატანჯული იყო ჩვენი სოფელი, შემოსევები იყო, აწვალებდნენ ხალხსა, ცხოვრობით წვალებით და ვაივაღლახით. თურქი მესხები, საკმაოდ ხშირად ისმოდა ეს ტერმინი. თურქი და მესხი ალბათ არ არსებობს. ეგეთი რამე რა ვიცი. ვინ მოიგონა? ეგრიან და რა. არ ვიცი, მაგრამ თურქები ძალიან ცუდად იქცეოდნენ აქ, ხა? დიახ. ძალიან ცუდად, მიუხედავად იმისა, აქ ცხოვრობდნენ. ხო და ერთი მაგალითი შემიძლია ვთქვა. ხო, აი ისტორიებიც გეცოდინება წინაპრების მონაკვეთში. დედა ჩემისგან გადმოცემით ვიცი, რომ იმისი მამიდა 18 წლის გოგო იყო და თურქს უნდა და ცოლად მეეყვანა რა. ამ გოგოს კიდე არ უნდა რომ წაყოლოდა, თათარი იყო და არ უნდა და წაყოლოდა, თურქი იყო. ხო და ის ძალით უნდა რომ წაეყვანა და თურქმა ხელი შეყო, ის დაკეტილი ჰქონდათ რა, კარები. ხო და თურქმა ხელი შეყო რომ უნდა გაეღო რა ის და შესულიყო და ამ 18 წლის გოგოს თითები გადააჭრა ნაჯახით. პასუხს თხოვდნენ რა, რატო ხენიო რა. ავარ უთხრა ესე ძალაობდაო. ამ თათარმა უფროსმა უთხრა რატო ძალაობდიო, თუ არ მოგდევდაო, რატო ძალით რატო უნდა წაიყვანო. ხო და მე კიდე არ მოეშვა ეს ადამიანი რა და ამ ქალმა ამ ახალგაზრდა გოგომ პისტოლეტით თავი მოიკლა, იმიტომ რომ თათარს არ უნდა გაყოლოდა რა, ესეთი რწმენის ადამიანი იყო, ნამდვილი ქართველი იყო რა. აქ იყო შემოსევა იყო და 17 ადამიანი რჩეული ღამე რა, უბრალოდ ახლა რომ ძინავს ადამიანს მოგადგებიან და სათა ოჯახიდან გამოიყვანეს და გაიყვანეს, იქ ჩვენ მორევას ვეძახით. და იქ დაამწკრიეს და რამდენს გაუვლიდა ტყვია, ხო, შებორკილი ხალხი იყო თავისთავად, ხო? და ტყვია რამდენს გაუვლიდა იმას ცდიდნენ. და ესენი სულ ყველა დახოცე. 17 ბაშკას შორის ერთ-ერთი იყო პაპაჩემის ძმა. ჯარი მოიარა, მოდიოდა, ბებია იყო მუსხელი ქალი, აი რო შემოიარა ნაცესავებში, უთხრეს რომ სიონიო არ წახვიდეო, ამაღამაო, რჩეული ბაშკაცები უნდა გაიყვანონ თათრებმა და უნდა დახოცონ. მეო ჯარიდან მოვდივარო, ვის რა დაუშავეო. და წამოვიდა, არ გაჩერდა. წამოვიდა და პაპაჩემის ძმაც სიმონი ერქვა, მოყვა მაგ 17 ადამიანში და ისიც იმ 17-თან ერთად მოკლეს. ხო, ესეთი ამბავი მოხდა ძველი სკოლა იყო აქ ძველი აგე 4 მეტრზე აქა და შერეკეს თელი სოფლის ხალხი, ქალები, ბავშვები აკვნებით და დაეწვათ. თურმე ანდრია წმინდაში მოვიდა მოსული არის ჯარი, ქართული ჯარი და ზარბაზანი რო ისროლეს ურაველში, სოფელ ურაველში ჩამოტყდა კაკლის ტოტი და დაეცა და ამ თათარმა ის გაიგო რაშიაში ყო საქმე და ადგა ფეხითა და სირბილით ამოვიდა გაიგო რა ხალხი უნდა დაწვან თქვენ საწყლებო თქვენო აქ თქვენ დაწვათო და ისევ ქართველი ჯარი შემოსული ანდრია წმინდაშიო გაასწარით თუ არა და განთავისუფლეს ბავშვები, ქალები და სულ ყველა უკვე თივა ბანჯრებში თივები ჰქონდათ უკვე რომ ცეცხლი უნდა მიესა სულ დაეწვა თელი სოფლის ვინც მოასწრეს ხალხი სკოლაში და ეგეთი ამბავი მოხდა და განთავისუფლა თათარმა ეს ხალხი რომ ჯარი შემოვიდა, ქართული ჯარი შემოვიდა ანდრია წმინდაშიო და თქვენ აქ გაასწარი დროზეო და ეს გადარჩა ხალხი გადაარჩინეს ნახევარი სოფელი გაიგე. ისეთი მომენტი იყო ამ სოფელში, რომ ქრისტიანობას ხო ვერ ნაცლავდნენ ბავშვებს, ვერ იმაშნოდნენ ქრისტიანობას, ებრძოდა ეს მუსლიმანი და ზემოთ უძახით ტყის მაღლა ქვემოთ დაბლა არის ისეთი ადგილი, რომ წყალი მოდიოდა მონათულებს უძახით. ეხლაც იქ ახავდა, იყო მამაო მაშინ კიდე მოდლები და
ღამე ჩუმად მალვით ნაცლავდნენ ამ ბავშვებსა და ქრისტიანობას ინარჩუნებდა ამითა ჩვენი სოფელი. ძალიან დატანჯული იყო სოფელი და ესეთი ის იყო წამება. რო იძახიან თურქმენსკები არ არსებობს. თურქიდან მესხი ეგეთი მცნება არ არის. ქართველები მე მგონი ვარ თურქი. აქ ისეთი ისაც იყო რომ ერთი ოჯახში რო ცხოვრობდა დავუშვათ ორი ძმა და დიდი გადასახადები ჰქონდათ ვერ იხდიდნენ თათრები რო ხარკსადებდნენ. ამის გამო ერთი ძმა თურქდებოდა. მეორე ძმა ქრისტიანი რჩებოდა რომ სულ არ წაშლილიყო ეს ქრისტიანობა. ესეთი რაღაცაც ხდებოდა რა. ანუ სარწმუნოების შეცვლას ითხოვდნენ. სარწმუნოების შეცვლას ითხოვდნენ რა. თუ შეიცვლი და ხარკს არ დაადებდნენ, მოუხსნდნენ. თუ არა და ისეთ ხარკს ადებდნენ რომ საშუალება არ ჰქონდათ და იძულებული იყვნენ რომ ერთი გათურქებულიყო, დაუშვათ გამახმადიანებულიყო და მეორე დარჩენილიყო ქრისტიანი. მოკლედ, ბევრი აუბედითი წელი და საუკუნე გავიდა. თუმცა დღეს ქართველი ერმა მარტო ჩვენს ოფერზე. რა თქმა უნდა, არა მარტო მესხეთმა, აჭარამ და საქართველოს თითქმის ყველა კუთხემ გამოიარა ეს. ის დაღი დღევანდლამდე მოსდევს საქართველოს. ახლა რა ხდება სოფელში? როგორ ცხოვრობთ? რა შვრებით რომ გვითხრათ? ეხლა მშვიდობია ლათა. ხალხი შეუძლია შენცემ. ერთ გლეხურად ცხოვრობთ, რა ვიცი, თივას თიბავთ, საკოლეს ვინახავთ, ხორბალს տեսავთ, გაჭირება არ აქვს. საშუალება აქვს ისეთ ცხოვრობს რა. თუ ვიღაცა ახალგაზრდები უმუშავრობა. არც სპორტი, არც არაფერი, ისე მოშვებულია თელი ახალგაზრდობა. უმუშევრობაც არის და ახალგაზრდობა 60 ბიჭი დასანიშნია მსოფლიოში. დასანიშნებს ბევრი. მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოსწორდება. აუცილებლად. ბიჭებით დაოჯახდებიან, გამრავლდებით და სოფელი იქნება მართლაც მოწოდების სიმაღლეზე. ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ, დავათვალიერებთ, გავაგრძელებთ თქვენი სოფლის დათვალიერებას და თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა მომდევნებისთვის. კარგად ყოფნას. აი ხარ, შეკითხვებისთვისაც მადლობა. აუცილებლად. საშუალება როცა გეკრიბათ მესტუმრეთ. კარგად ზარდები. გავაგრძელე სოფლისკენ მიმავალი გზა. როგორც ვიცით, მესხური მიწური სახლები ასპინძის რამდენიმე სოფელში ისევ არის შემორჩენილი, თუმცა ბევრი ხელისშევლებას საჭიროებს, რადგან დანგრევის პირასაა. ერთ-ერთია სოფელ სველში არსებული ეს უძველესი ნაგებობა. ეს უძველესი მიწური სახლი ივანიძეების ოჯახს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 400 წლისაა. ამ სახლში დღეს არავინ ცხოვრობს, თუმცა საკმაოდ დიდ ისტორიას ინახავს და მოდი ჩვენც გავიგოთ ამ უძველესი სახლის ისტორია. წავედით. გამარჯობათ, ხალხო. გამარჯობათ, მოგზანდით. როგორ ძანდებით? მადლობა, გაიხარეთ. თავად ხო კარგად ხართ? გაიხარეთ, მადლობა. არ შეგვეძლო რომ არ მოვსულიყავით ამ უძველეს სახლში, მიწურ სახლში, სადაც როგორც ვიცი, დღეს უკვე არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ აქვს ძალიან დიდი ისტორია. რომ დაგვათვალიერებინოთ და თან გვიამბოთ ამ სახლის შესახებ. აი ეს არის მესხური ტიპის ნაგებობა. ერდოიან გვირგვინიანი ტიპის არის და აი ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ შემთხვევაში არის ბანიანი ეს სახლი. ეს არის აი ახლა სადაც ჩვენ ვდგავართ, ამას ქვია კარაპანი. რა თქმა უნდა დაშლილია ეს საყოფაცხოვრებოდ გამოიყენებოდა, რომ აი რომ მოიტანდნენ ჭირნახულს, აქ დააბინავებდნენ დროებით, სანამ საბოლოოდ გამოშრებოდა ყველაფერი და სანამ გადაიტანდნენ უკვე დარბაზში ან ოდაში შეიტანდნენ. აი როგორი ნაგებობა არის, ამასაც დიახ შევიდეთ. აი ამ სადაც შემოვედით ახლა ამას ქვია დერეფანი შემოსასვლელია. იმდენად განიერია ეს დერეფანი, რომ აი დანიშნულება აქვს ისიც, რომ აი როცა ისევ ჭირნახულზეა საუბარი, როცა შემოაქვთ რო დასაბინავებლად, შეიძლება რომ აქაც კონდეთ დაბინავებული ამ შემთხვევაში, რაც ზედაპირზე, მიწის ზედაპირზე შეიძლებოდა შენახულიყო და მიწის ქვეშ აი ღვინო ესეთი რაღაცები, რაც მიწაში, ქვევრებში ინახებოდა და ჭურებში ის მიწის ქვეშ და აი რაც ზემოდან არის კარტოფილი თუ ჭარხალი თუ რაც იქნებოდა ბოსტნეული ყველაფერს ინახავდნენ შესაძლებელი იყო რომ იმდენად თბილი არ იქნებოდა ეს ადგილი რომ აი აქ შენახულიყო
დიდი ძელებით არის, რა თქმა უნდა, დახურული, ბანის ტიპია აქვს აქაც, არანაირი გვირგვინი აქ არ არის. დერეფნიდან შევდივართ პირდაპირ აქეთ ბოსელში. საქონლის სადგომი არის ესა, ახორსაც ეძახიან, მესხეთში ახორსაც ეძახდნენ. ეხლა ბოსელში აჭარაშიც ეძახიან ახორს. დიახ, იმიტომ რომ თავისთავად აჭარა მესხეთია და მესხური ტერმინოლოგია. ძალიან საერთო გვაქვს ბევრი რა. კი, აი ეს არის ბოსელი, ესეც კი აქვთ ეტყობა, რომ შეძლებული ოჯახია, რომ თითქოს გვირგვინში მიდის, მაგრამ არ არის გვირგვინიანი ეს ტიპიც. აი ზღვე, ამას ქვია ზღვე. როცა ქვეშ ქვა არის დაგებული. და ეს არის ბოსელი. აქ არის ფურნე. აი აქ იქნებოდა პატარა დერეფანი, აუცილებლად იქნებოდა პატარა დერეფანი. ფურნი არის ეს, სადაც შეუძლიათ რომ პატარა არის ეს შედარებით, სადაც შეუძლიათ რომ ოჯახისთვის ყველაფერს ქადებს, ხაჭაპურებს, შოთი, ლავაში, სომინი და სააღდგომო პასკებიც წვებოდა რა თქმა უნდა ამ ფურნეებში. შევდივართ აქედან ოდაში, უკვე ეს ერდოიან გვირგვინიანის ერთი ოთახი, სადაც იძინებდა ოჯახი. აქ უნდა იყოს, ეხლა აყრილია, რა თქმა უნდა, 400 წლის არის ეს ნაგებობა, საქვე, დაბლა დასაწოლი. ორივე მხარეს იყო ბუხრის, ორივე მხარეს უნდა იყოს საქვეები და იქნებოდა აქ თავისუფლად. აი, აქაც არის იგივე თაღოვანი, ერდო, საიდანაც მზის შემოდის და საათის დანიშნულებაც აქვს ამას. სტუმარსაც აგღებულობდნენ, მასპინძლობდნენ, თაროები ჰქონდათ გაკეთებული, პატარა სათავსოები, ვახშმობდნენ აქვე ამ საქვეებზე. ფეხშუმები ედგათ, პატარა მაგიდებია, პატარა მრგვალი მაგიდა არის, ფეხშუმი იდგმებოდა ამ საქვეებზე და ვახშმობაც აქ იყო, სადლობაც ყველაფერი და აი ამ ბუხრებში შეეძლოთ რომ კერძი გაეკეთებინათ და მთელი ღამე ენთო ეს. აქედან შემოდიოდა, ამ ბუხრებიდან სითბო შემოდიოდა, იქ საქონლის სადგომიდანაც თავისთავად ნაწილდებოდა აქ სითბო. სხვათა შორის ზუსტად სითბოში სანარჩუნებლად გამოიყენებდნენ საქონელს. კი, საქონელი როებაც, ხვარი წყავდათ, ძროხაც წყავდათ და მაგ შემთხვევაში ორივე იყო და სითბოში სანარჩუნებლად. და ერთა შემოსევისას ხშირად კი ბატონო. ვერ გადიოდნენ სახლიდან. კი, ვერ გადიოდნენ და უკავშირდებოდნენ ისეთი გასასვლელები ჰქონდათ მიწურებში ისეთი კომპლექსია, რომ მეზობელსაც უკავშირდებოდა, შეეძლოთ რომ საბძლებიდან გასულიყვნენ მეზობელთან. ან ერთმანეთისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია. ეს ნაგებობა არის საბძელი, სადაც თივას ინახავენ საქონლისათვის. აი ამ გამოჭრილ ადგილს დოლაბი ქვია. დოლაბი. დიახ, დოლაბი და იცით როგორ არის? თუ იქით ამ მხრიდანაც მოდგმულია ერდოიან გვირგვინიანი სახლი, მტრის შემოსევისას კეტავდნენ შიგნიდან ურდულს უყრიდნენ და დოლაბებით ელაპარაკებოდნენ აქედან რომ შემოგვესია, გაფრთხილდი, გაიგე, გავდივართ, ან შემოდიან და პირდაპირ გვირაბებით გარბოდნენ, იკეტებოდა საერთოდ ეს კომპლექსი. ეს არის გვირაბი და ეს გვირაბი როგორც ამბობენ მტკვრამდე ჩადის. წყლამდე მიდის აუცილებლად, რომ წყალი ჰქონოდათ, უწყლოდ ვერ დარჩებოდნენ. ამ სახლზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ 400 წლის არის ეს ნაგებობა და აი ამ სახლის პატრონი არიან ივანიძეები. სხვათა შორის ამბობენ სოფელში, რომ ძალიან შეძლებულები ყოფილან და ქსოველები ყოფილან ამ ოჯახში. ქალბატონები თურმე ფარდაგებს და ხალიჩებს ქსოვდნენ. და აი აქ არის ახლა ამ ოჯახის მეპატრონე, მოსული არის, მაინც პატრონობს თავისია ეს ნაგებობა, პატრონობს და აგერ არის და დარბაზში შევიდეთ და აგვიხსნის. იქ კიდევ აგვიხსნის. დარწმუნებული ვარ, სახლის მეპატრონეს საინტერესო ამბები ექნება ჩვენთვის. ნამდვილად. აი აქ ბრძანდება სახლის მეპატრონე, რომელსაც გავესაუბრებით, გამარჯობა. გაგიმარჯოთ. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად. თქვენ როგორ გიკითხოთ? გაიხარით. მათვალიერებთ თქვენ სახლს. ძალიან კარგი სასიამოვნოა. ვიმოგზაურეთ ისტორიაში და ბატონო, აი ახლა მე აგიხსნით შეძლებს დაგვა რაც ვიცი და რაც ის არის. ეს არის დარბაზი. ხო, აქ ინახებოდა ყველაფერი. კეიფიც მიდიოდა დროსტარებას თავისებური ძველებური მასში სტილზე. ხო და აგერ ეს არის ფურნე, რომელიც აქ
პური, ხაჭაპური, ქადა ყველაფერი ცხებოდა. მაშინ პეჩენიები რაღაცა იცოდნენ. აი ეგ ცხებოდა იმასრებული. ორი ფურნე ქონდა სა. კი, ერთი აქ არის, ერთი იქით. ჩვენ ნახეთ უკვე, დიახ. ის არის ფურნე, რომელიც რო აქ იმასრებოდნენ. აი ეს არის ვარია ახლა კათამიკი აგეგონოთ კაცო. არა, ვიცით რაც არის. ეს არის კარაქის ამოსაყვანი, შესაძღვები. ამას თოკებით აი აქ ჩამოჰკიდებდნენ და აქანავებდნენ. ნაღებს ჩაასხავდნენ შიგა და მე აქედან ამოდიოდა ის ამოჰქონდათ კარაქი. ეს არის კევრი, რომელიც კომბაინმა რო შეცვალა. ადრე იყო ეს კევრი, რომელსაც ცხენსა, ვისაც რა შესაძლებლობა ჰქონდა, ზოგი ხარით აუმბენდნენ და იმ ნამჯარ რა რო იტყვიან, აღებული იმასაც ცელით მოთიბულსა, ზოგი ნამგლით იღებდა ადრე, ზოგი ცელით და ამ იმას ცხენს აუმბენდნენ ან ხარებსა და ასე კრუგებს ურწყევდნენ. როგორც აი რო წარმოიდგინოთ, მაიაწყნეთილში რო არის, მაიაწყნეთილი რო შეჯდება და თარომღერის და მათრას რო ატლაშუნებს. და მე ამ ნამჯას გადახრიდნენ, დაბლა ეყარა ისა ხორბალი. ამ ხორბალს დაანიავებდნენ, გააკეთებდნენ და იყრებოდა ის მე იმაში, აი გარეთ რო შემოხველით, დერეფანში მან იყო ამბარი. ამბარი არის ეს ხორბლის საცავი. ხორბლის შესანახი რა, საცავი. ხო და აქ ამბარს ჰქონდა თავისი დანაყოფები. სად სუფთა იყრებოდა, სად ცოტა ისა, სად ნაწმენდი, აი რო დარჩებოდა იმას, ქათმებს აჭმევდნენ. ახარისხებდნენ. ხო, ახარისხებდნენ რა, დახარისხებული ის იყო. მად ინახებოდა და იქ მაღლა, აი იქ რო შემოხველით, იქ იყო ერთი მილიდევს. შეიძლება ყურადღებაც არ მიაქციოთ, მაგრამ მაგ იმაში ჰქონდა მილი. თვითონ იცოდნენ და მაღლა კალორო არის აქა. იქ ილეწებოდა და იმ მილებში ხრიდნენ, რომ ზურგით ტომრები აღარ ეთრიათ. ამ სახლს მინდა მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ რესტავრაცია გაუკეთო. თუ მიგიმართავთ? ძეგლის სტატუსი აქვს. აქვს. კი, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. აი ახლა იყვნენ არქეოლოგები, რომლებმაც ქართულად და ინგლისურად დამიწერეს ისა და ბეჭედიც დაარტყეს, რომ ნამდვილად ამას ესაჭიროება ისა ავსტრალიელები იყვნენ. იმათმა რა თქვეს, იცი, ჩვენ ბუნება არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ისტორია, რომ ქართველი ადამიანი გლეხიკაცი როგორ ცხოვრობდა ადრე. ისტორია. ადრე საუკუნეში. ძალიან დიდი მადლობა, მე ვისურვებდი, რომ ამ სახლს ისეთი სახე მისცეთ სამომავლოდ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი და ვიზიტორი ჩამოვიდნენ ამ სახლის და ამ სოფლის სანახავად, იმიტომ რომ ეს არის ისტორია, ამ კუთხის შემადგენელი ნაწილი და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ. უნდა გავიცნოთ სოფელ ზველში მცხოვრები მეფუტკრე შალვა ზედგინიძე, რომელსაც ეს საქმიანობა მემკვიდრეობით ერგო. მას ასამდე ფუტკრის ოჯახი ჰყავს და მისი თაფლი სოფელში საკმაოდ პოპულარულია. გამარჯობათ ბატონო შალვა. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? მალოთ კარგად. რა შურებით, რა საქმიანობით ხართ ახლა დაკავებული? ახლა მეფუტკრეობით ვული ფუტკარს. შემოდგომის მიწურულს რა ჭირდება ფუტკარს? შემოდგომით უნდა როგორც საზამთროსთვის მოამზადოთ ფუტკარი. შევიწროება მოხდეს ფუტკრისა, რომ ზამთარში თბილად იყოს რა. კარგად გამოიზამთროს. კარგად გამოიზამთროს. როგორც ვიცი, ეს საქმიანობა მემკვიდრეობით გერგოთ? კი. უფროსი თაობისგან. რომ მოგვიყვეთ როდის დაიწყო თქვენმა წინაპარმა, ბაბუამ, მამამ? მამა ჩემ ყავდა. მამა ჩემ ყავდა ესე როცა რო ახალად აი ეს დავადება რო შემოვიდა ის ვარვა. აი მომენტებში
მაშინ შევიძინეთ მამაჩემა და იმის მერე მამაჩემი ივლიდა და მე გავაგზელე. იქიდან მე რო ვეხმარებოდი უკვე უფრო დიდი რაოდენობით გავამრავლეთ ფუტკარი და ეხლა ნენელა უფრო იმავშრობენ. 100-მდე ფუტკრის ოჯახი ყავთ, მე როგორც ვიცი და ძირითადად რისი თაფლია თქვენ სოფელში და თქვენს კუთხეში პოპულარული? ჩვენ სოფელი როგორც მიეკუთვნება ალპური ზონაა და აქ ვამთაბარე მე გაზაფხულით დაბლა ეხლა რა არის? დასახლებულ პუნქტებში ეხლა ბინძურდება თაფლი და მე უფრო მინდორში მაშრობ მიმყავს. ალპური ზონის თაფლი ვაწარმოებ მე. სად ყიდით ძირითადად? ყიდი რა ვინც მიცნობს, ყველა ჩემგან ყიდულობს. იციან რომ მე კაი თაფლს ვაწარმოებ და ნატურალურია, სუფთა, ეკოლოგიურად ყველანაირად. კიდე გქონდათ ჩემგან საზღვარგარეთ კომპანია იყო ბათუმში, რომელიც რომ მიქონდათ ტონობით. ესე ბათუმელებსაც უყვართ თქვენი თაფლი. კი, ბათუმელებს კი არა, საზღვარგარეთსაც უყვართ. ყოველწლიურად რამდენი ტონა თაფლი? ტონანახევრიდან ზემოთ 2 ტონა, 3 ტონამდე ვაწარმოებ. საკმაოდ ბევრია. ოჩახ. კარგით, დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ. კარგ მოსავალს გისურვებთ და ვისურვებდი რომ სამომავლოდ 100 კი არა 1000 ფუტკრის ოჯახი გყავდეთ. მაგასაც ვაპირებ. ძალიან კარგი, წარმატებები აბა. მადლობა. ასპინძაში, სოფელ ზველში, სადაც უნდა მოვამზადოთ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტკბილეული კაისაფა და ასევე უნდა გამოვაცხოთ უგემრიელესი ბიშები, რომლის მომზადებაში ჩვენ ქალბატონი ნათია დაგვეხმარება, რომელიც არის არაჩვეულებრივი მზარეული. მოდით აბა დავიწყოთ პირველ რიგში მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და გითხარით როგორ მზადდება თქვენთან ყაისაფა? ყაისაფა მზადდება სხვადასხვა ჩირის სახეობა გვაქვს, ეხლა ამ შემთხვევაში 3 ჩირის სხვადასხვა სახეობა, ეს არის ვაშლის, ჭანჭურის და მსხლის ჩირია, გვაქვს წვრილად უნდა ხახვი გჭირდება, წვრილად უნდა იყოს ძალიან დაჭრილი და ერბო. წყალი, რა თქმა უნდა. ასევე ყაისაფასთან ერთად უნდა გამოვაცხოთ ბიშები, ძველად ქორწილებში ყაისაფას მიართმევდნენ სტუმრებს და ასევე ყაისაფას და ბიშებს მიართმევდნენ და იმ ქორწილში სადაც ყაისაფა მზადდებოდა, ითვლებოდა რომ ეს იყო ძალიან კარგი ქორწილი, ესეთი ხვავთან და ბარაკათან სუყე, ხო. აი სუყე ოჯახში გათხოვდა გოგო. ესე ჩემი დიდი ბებო ესე ამბობდა და მამაჩემისგან ასე გამიგია რომ ძველად ქორწილებში არაყით იხდებოდა ქორწილები და სტუმარს როდესაც ყაისაფას და ბიშს მიართმევდნენ წასვლის წინ მიართმევდნენ ხოლმე სტუმარს ყაისაფას და ბიშს, ანუ ეს იმას ნიშნავდა რომ ორგანიზმიდან αλკოჰოლი ადვილად გამოვიდოდა და მეორე დღეს ადამიანი შრომის უნარიანი იქნებოდა და ესე ძალიან საინტერესოა. მოდი აბა დავიწყოთ თქვენ ხახვი დაჭერით. დავიწყოთ. მაშინ და პირველ რიგში როგორ ამზადებთ თქვენთან, როგორ ვიწყებთ? ის რაზომის ქვაბიც გვაქვს. ამისთვის უნდა ავიღოთ ეს 3 წილი ჩირი, აი ეს 3 წილი თანაბრად.
ასე. შაქარს გემოვნებით დაუმატებთ ყაისაფას. ეს დამოკიდებულია ვის როგორი სიტკბო მოსწონს. საკმარისია. მოურიოთ. მე არ მიყვარს და მოურიოთ. და ახლა გემოები შეერევა ერთმანეთს. კი ბატონო, გავაჩეროთ 5 წუთი და შემდეგ უკვე მივირთვათ. აი ჩვენი ბიშები შეგვიძლია უკვე ყაისაფაც მივირთვათ. და გავკეთოთ. ეს არის უგემრიელესი ჯირი ხახვით და მე პირადად ხახვიან ყაისაფას პირველად მივირთვევ. აბა როგორ მოგეწონება. აბა ნახოთ როგორი გემოები აქვს და ჩვენი ყაისაფა აჯობებს თუ თქვენი ყაისაფა აჯობებს? რა ვიცი. ხახვით. მადარა მოყვანილ მეგონის ჭანჭურის ჯირი ნათლია შავი. აი ხა. მოიტანეთ გავკეთო აი ასე. და ეს ბიშებიც უნდა ასე წავტეხოთ, როგორც იტყვიან. და ბიშთან ერთად მივირთვათ. ბიში ძალიან გემრიელია. ამოვნახოთ როგორია ყაისაფა. რაღაცნაირი გემოობს განსხვავებული ხო? ან თან ტკბილია, თან ხახვის გემოც აქვს და ფიქრობ რომ თან სუყია, თან დესერტია, თან სუყია და სტუმარიც კმაყოფილია. ნამდვილად ხვავისა და ბარაქის დამადასტურებელი კერძია, რომელიც დღეს ჩვენ მოვამზადეთ, ასე გამოიყურება. ყაისაფა ხახვით და ბიში, რომელიც მე და ქალბატონმა ნათიამ გავაკეთეთ თქვენთვის და დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთხელ გაიმეორებთ ამ რეცეპტს, მაგრამ თუ მოგინდებათ ნამდვილი მესხური კერძების დაგემოვნება, ამის მირთმევა მხოლოდ შეგიძლიათ სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში და სოფელ ზველში თქვენი სტუმრობა ძალიან გაუხარდებათ. მოგზაურობის მიწურულს მესხური სიმღერის მოსმენის დროც დადგა, რომელსაც არგანაშვილების არაჩვეულებრივი მომღერალი ოჯახი შეგვისრულებს. ისინი მეზობელ სოფელში ცხოვრობენ, თუმცა მათი ინიციატივით მალე ამ სოფელშიც ჩამოყალიბდება ანსამბლი, სადაც აქაური ბავშვები ტრადიციულ მესხურ სიმღერებს შეისწავლიან, უფრო მეც რა თქმა უნდა გვიამბობს ამ ამბის ინიციატორი. გამარჯობათ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა, რომ ეს ქართულ საქმეს ეწევით. გითხარით, აბა, რა გეგმები გაქვთ, როგორც ვიცი, სოფელ ზველში აპირებთ, რომ ფოლკლორული ანსამბლი ჩამოაყალიბოთ და აბა გითხარით, რა როგორ და როდის მოხდება? მოკლედ, მე გახლავართ ზეზო არგანაშვილი, მეზობელი სოფლიდან, სოფელი საყუდაბლიდან და გადავწყვიტე, რომ ჩავმეყალიბებინა ანსამბლი. ჩვენ ჯერჯერობით შევდგებით დედმამიშვილებისგან, ჩვენი ანსამბლი შედგება დედმამიშვილებისგან, თუმცა მომავალში გეგმები გვაქვს, რომ მეზობელ სოფლებში, სოფელი ძველში და კიდევ სხვა სოფლებში შევასწავლოთ სიმღერა, ფანდურის დაკვრა და ჩამოვაყალიბო საკუთარი ანსამბლი. ასევე გახლავართ ანსამბლი წუნდის მომღერალი და რაც იქ ცოდნა და გამოცდილება მივიღე, მინდა რომ გადავცე მომავალ თაობას და შევასწავლო ასევე მესხური სიმღერები და მესხური ფოლკლორი. ახლა რა შეგვისრულებთ, რომ გითხრათ? დღეს შემოგთავაზებთ სიმღერას მესხეზე სახელწოდებით ვარძიაშია დღეობა დიდი. სიამოვნებით მოვისმენთ, დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც ერთი სული აქვს, როდის მოისმენს არაჩვეულებრივი ოჯახის მიერ შესრულებულ მესხურ სიმღერას. გამოჩნდება ეს მესხეთი
ვარძიაშია დღეობა დიდი საკლავად მიყავთ ირმები 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 მივიდნენ დავდგათ სუფრაგაშვილი სუფრანა ნატრიანითა ედითა თამარსლაცავე ლოცეგმირები ვერაძღებიან სქერითა თამარსლაცავე ლოცეგმირები ვერაძღებიან სქერითა Slotsawe, Lotsmirabi, Verazvebians Caritas Carita, Tamar Slotsawe, Lotsmirabi, Verazvebians Caritas Carita, Losa Cartela, Paregula, Verzagashila, Yerbi, Varziashia, Abadidi, Saklavad Mikhat Irmebi, ვარძიაშია დღეობა დიდი საკლავად მიყავთ ირმები ვარძიაშია დღეობა დიდი საკლავად მიყავთ ირმები ვარძიაშია დღეობა დიდი საკლავად მიყავთ ირმები ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა უძველეს მესხურ სოფელ სველში, სადაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო ამბები მოვისმინით. გავიცანით არაჩვეულებრივი ადამიანები, დავაგემოვნეთ ტრადიციული კერძები და რაც ყველაზე მთავარია, გავიგეთ, რომ ამ სოფელში მოსახლეობა 50 საუკუნის წინაც ცხოვრობდა. მოკლედ, თუ უფრო მეტის გაგება მოგინდებათ სოფელ სველის შესახებ, იცოდეთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტიდან ეს სოფელი 13 კილომეტრით არის დაშორებული და აქ თქვენი სტუმრობა მუდამ